ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმესა და ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პირველ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, მეორეზე კი მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. 20 ივნისის საქმეზე პროკურატურა ამბობს, რომ გახარიამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გაუწია, ორგანიზება და სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. ჩორჩანას საქმეზე კი ბრალდების მხარის პოზიციით გახარიამ ერთპიროვნულად ეროვნული საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგო აღმართა. გიორგი გახარია, რომელიც გერმანიაში იმყოფება, მის წინააღმდეგ საქმის დაწყებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მუქარას ასრულებს. დაცვის მხარის პოზიციით გახარიას ბრალი არარსებულ მტკიცებულებებს ეფუძნება. ფაქტობრივი საფუძვლები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არ არსებობდა, იმიტომ რომ დანაშაული არ არის ჩადენილი. საერთოდ სიგიჟეა, მათ შორის ჩორჩანას საქმეზე სამსახურო უფლებამოსილების გადამეტებით ქართული მიწის დაცვისთვის ბრალდება გიორგი გახარიასი და 20 ივნისს თითქოს ორგანიზება გაუწია ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოღონდ ამ დანაშაულის ამსრულებელი დადგენილი არ აქვს. ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას ფაქტობრივად არ გაუწია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს მძიმე დაზიანება და ამის ორგანიზება გააკეთა თურმე გიორგი გახარიამ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, ეს არის პოლიტიკური მდგენელი, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა გიორგი გახარიას მისამართით. გახარიას ყოფილ გუნდში ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ პროკურატურას გახარიასთვის ბრალის წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა. რაც შეეხება ექსტრადირებას, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ნაკლები იმედია, რომ გერმანიაში კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და გახარიას ქართულ მართლმსაჯულებას გადასცემენ. დიდი ხანი მიდიოდა გამოძიება ორივე საკითხზე. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, აქვს საკმარისი სამტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია, ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტაცია, სასამართლო იმსჯელებს, რამდენად დასტურდება მისი ბრალი. ერთი რამე უნდა ითქვას, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა, დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს. გიორგი გახარიამ თავად აიღო მათ შორის თავის თავზე პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი შტურმი და იქვე აღიარეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ იმავე განაჩენში, თქვა რომ ეს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე და თქვენ იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან შტურმის გამო. თუმცა რაც შეეხება მართლაც მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა ამაზე, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ყველაფერს სასამართლო დაადო. გიორგი გახარიას წაყენებული ბრალი 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.